საქართველოს პრეზიდენტი კი პატრიარქთან ერთად თელავის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. ეკლესიაში შესვლამდე მიხეილ სააკაშვილის შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა. მოგვიანებით კი მრევლს ტაძარში პატრიარქმა მიმართა. მისი თქმით, მთელი საქართველო ფეხზე დგას კახელების დასახმარებლად და ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ამ დღეების განმავლობაში მთავრობა და პრეზიდენტი კახეთში იმყოფებიან. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ის სამუშაოები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს, იმის იმედს იძლევა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოს პრეზიდენტმა ილია მეორეს სტიქის შედეგად დაზარალებულ რეგიონში ჩასვლისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. პატრიარქმა დაზარალებული რეგიონის მოსახლეობას ფულადი დახმარება, სხვადასხვა საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები ჩაუტანა. Ese tu puedes durar pasar todo esto. Darunda შეგეშინდეთ თელი საქართველო ფეხზე დგას თქვენს დასახმარებლად ჩვენ მადლობთ უფალს რომ არ არის ადამიანის ფერდი დანარჩენი ყველაფერი გაკეთდება ჩვენი ხალხი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ თქვენ არ გალიჭირდეთ ყველაფერი კარგად იქნება ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთ ათო თქო ყველაფერი თქვენ უწმინდეს რომ ხალხისთვის ძალიან დიდი ნუგეშია მართლა თქვენი აქ ჩამობრძანება და თქვენს მართლა სწორად აღნიშნეთ აბსოლუტურად როგორც ყოველთვის რომ მთელი საქართველო დადგა ფეხზე ამიტომ თავარი ახლა რომ ამათ არ მოვაკლოთ თანადგომად ამიტომ ეს ჩვენ პასუხისმგებლობა კარგად გაცნობიერებული ხალხი აქ არის საოცრად ამაღლებული სული და ძლიერი ასე რომ თქვენ უწუდეს რომ მართლაც თქვენი ლოცვა-კურთხევით ეკლესიის ლოცვა-კურთხევით ადგილობრივი მეუფეების ძალიან დიდი თანადგომით ამ გასაჭირსაც ჩვენ ყველანი ერთად გადავიდეთ თელავის საკათედრო ტაძრიდან პატრიარქმა და პრეზიდენტმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში გადაინაცვლეს, სადაც შეკრებილ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართეს. ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას ხალხის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ სააკაშვილმა კი ადგილობრივები გაამხნევა და მათ პრობლემების დროულად მოგვარებას დაპირდა. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ პატრიარქმა პრეზიდენტი მონასტრის მარანში მიიწვია. შიგნით ძალიან ბევრი ხალხი. დიდიდან დილიდან გელოდებიან. Давайте, როგორ ახსოვს? რაშევ. როგორ გამოჩო, როგორ დადები? როგორ ახსოვს? აბა როგორ ახსოვს? დავაჯობათ, როგორ დადები? როგორ ახსოვს? დავაჯობათ. ჩვენი პრეზიდენტი, ჩვენი მთავრობა აღბრძანდება და ყველაფერს აკეთებენ
დახმარებისათვის. მთელი საქართველო ფეხზე დგას თქვენთვის და იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე დროს, მოკლე ხანში ყველაფერი აღდგება უკეთესად. მე მინდა ვთხოვო ბატონ პრეზიდენტს, რომ ორიოდეს ითხოვო. თქვენ უწმინდესობა, თქვენ ხედავთ როგორ გელოდებოდათ ხალხი. აქ არის საოცარი ხალხი, კახელები, თქვენ იცით როგორ უყვარხართ. ისე როგორ დაანჩენ საქართველოში, მაგრამ აქ გაჭირვების ჟამს თქვენი თანადგომა მათთვის არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ყველაზე ბრწყინვალე განსახიერება ისტორიული როლის ჩვენი ეკლესიის, ხალხის გვერდზე დგომის, ჭირშის და ხინშის. მე მინდა ყველა კახალს უთხრათ, ის რა თქმა მისმა უწესო ბრძანა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მართლაც. ჯერ ერთი ყველა სახლი აღდგება, თელავი იქნება უფრო მაგარი ქალაქი, ვიდრე როდესმე ყოფილა თავის ისტორიაში და მით უმეტეს ამ სტიქიამდე. ყველა სოფელში, ყველა აღდგენით სამუშაოები ჩატარდება ვადაში, მე ამას ვდებ სიტყვას. აქ იყო ბევრი პრობლემა, როგორც მაგალითად ბავშვები, რომელსაც ელოდებოდნენ, რომ მოსავალს გაყიდნენ მშობლები და ახალგაზრდები, რომელიც სწავლობდნენ უნივერსიტეტებში. ჩვენ აუცილებლად მათ გადაუვადებთ სწავლის გადასახადს, რათა მათ შეძლონ ჩვეულებრივად გაგრძელება სწავლის. იმ ოჯახებს, ვისაც ყველაფერი დაეკარგა. ჩვენ ვაძლევთ კომპენსაციას და ვფიქრობთ ასევე დამატებით კომპენსაციაზე ახლავე და გაწერილ დროში, იმიტომ რომ მომავალ წელსაც დაჭირდებათ მათ ზუსტად იგივე ბევრ მათგანს. ის ვინც დარჩა ვენახის გარეშე, ყველა ამ ოჯახს ჩვენ გავუგზავნით ღვინოს, იმიტომ ალბათ ისინი უკეთეს სწურავდნენ, ვიდრე შეიძლება ჩვენ გავუგზავნოთ, მაგრამ ღვინის გარეშე არ შეიძლება იყოს კახური ოჯახი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმიტომ, რომ დარჩენილი ვენახების თვევრი ჩატარდეს ძალიან მაგრა, უფრო მაგრა ვიდრე როდესმე ისტორიაში, მაგრამ ვინც დარჩა ვენახის გარეშე, ის არ დარჩება ღვინის გარეშე. იმიტომ რომ კახელისთვის გარდა მატერიალური საკითხისა, გარდა უამრავი პრობლემისა ყოფიერ, რომელიც მას აქვს, ღვინო და ვენახი ვაზი არის არსებობის, თავის მეობის, იდენტურობის საკითხი. და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. თავარი მე მინდა უთხრა მადლობა ხალხს, ჩვენ ეკლესიას, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს დაუდგა გვერდზე. ასეთი თანადგომის პირობებში ჩვენი ქვეყანა მართლაც რომ დაუმარცხებელი და ჩვენი ხალხი ყველანაირ გასაჭირს გადაიტანს. ამაში ვარ დარწმუნებული. და კიდევ ერთხელ თქვენ უწმინდესობა, მართლაც გვირგვინი ამ მთელი დღეების ამ ხალხის ლოდინის არის თქვენი აქ ჩამობრძანება. თქვენ ხედავთ რომ მიუხედავად გვიან დროისა, მთელი დღე გელოდებათ ხალხი და ჩვენ ყველანი ქეთს ვიხრით ამ თქვენი მართლა დიდი მისიის წინაშე. ჯვარი გეწეროთ და მშვიდობა მოხსნით და სიხარული მოხსეთ მამაზე ციერმა. ამინ. ჩვენთან არის ეს როგორც საქართველოს ყველაზე ძველი არსებული მოქმედი ეს არის უნიკალური შემთხვევა. ესეთი ექსპერიმენტი ჯერ საქართველოში მე მგონი არავის არ ჩაუტარებია. ასე რომ შედეგის მომზადი და მოწმენდი და შემფასებლები ყველანი ერთად ვიქნებით. ეკოლოგიური ტექნოლოგიის გარდა ლოცვების შორის ამ საქმეს. ყოველი მსახურების წინ ვაკმევთ, ლოცულობთ და შემდეგ ვუყურავთ მოსავალს. ეს დიდება და მადლობა. საქართველოს მშვიდობა და მთლიანობა. ხელი კარგად ყოფნა. იცით. მთელ საქართველოს. თქვენ უწმენდესო მივხვდი ესე იგი რომ ჩემი ღვინო ამას რო დაემსგავსოთ ცოტა მეტი უნდა ვილოცო. ტექნოლოგიის ნაწილი. ეხლა დავრწმუნდი მეცნიერულად. თელავში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა თავად შეამოწმა თუ როგორ ხდება სახლების გადახურვა. სარეაბილიტაციო სამუშაოებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული სპეციალისტები არიან ჩართული. პრეზიდენტი დაზარალებულ მოსახლეობასაც გაესაუბრა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას ერთ-ერთ ეზოში სტუმრობისას პრეზიდენტი 4 წლის საბა შაშიაშვილის დაბადების დღეზეც მიიპატიჟეს. ამეზოში რა ჩამოსულა გასაკეთებად. ხო და გახურავზე. არა, მაგრამ ეზოებს ხოთოებს. ცოტა ხანში ეხლა ჯერ იქ შევალთ და მადლობა რომ ვერში გიდგეხარ და არ მიბატოვეთ გაჭირვების დროს. გაიხარეთ გამრავლის. მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან დიდი მადლობა.
მოდი ეხლა თავარია რომ რაც იქნება. ძალიან გაგოხარეთ პირველი. პროდუქტი მოვიდა უკვე. ყველა ჩვენს თავს იყო და არ ვიცი რა. გამარჯობა როგორ ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ეს საერთოდ მოიწეს. ეს მეხმარებოდეთ დღეს ჩემი ოჯახი რომ ასუფთავებდნენ და ახალ თქვენ მონაწილეობთ ესე. საერთოდ არის თქვენი ბრიგადა მეც მუშაობს. აი მე ზუსტად აღეცენა. დაშორილები არიან? კარგად მუშაობენ მაინც? ძალიან კარგად და ძალიან ეზოს მოწყობასაც უწევია. ბავშვებსაც გაუკეთებ კარგად. სადამაშოებს ეზოში და დენი ჩემპიონობა ალბათ მაქსიმუმ ხვალ. ალბათ მე როგორ ახართ? ძალიან დიდი პერუშრომა ხო? თქვენ სპეციალურები ხართ? დაშევცა. 10 დღე დაჭირდება სულ გადაიხუროს. შიფერი რა? პრეზიდენტი უკვე. ზეგმოვა შიფერიც და ყველაფერი გვაქვს რა დიდი ფერად რა. ის მასალა უკვე შემოდანა. ხო, ვალე შემოდანა ჩიგაცარი. ერთ დღეში დამთავრდა. შეიძლება ბალეთ სამი დეგრი როგორი. მივდავა დღეს და ხვალ უკვე საფუძველი. ცენტრის რეკონსტრუქციაზე მუშაობთ და იქიდან გამიგდა. არა უშო, ცენტრს დავთავრდა და ესე უკეთესი გახდება ეს სახლები. საქმე კარგად. თელავში რაც კახეთში იმდენი აღშენებლობა იქნება, ეს დასაწყისია. თელავი უნდა დავამთავროთ და მე მივყვეთ რაიონ, ყველა რაიონში ყველა ფირმა უნდა გავაკეთოთ, ყველა ცენტრი, ყველა სოფელი, ყველგან უნდა იყოს დიდი აღშენებლობა. და ყველაზე მთავარი ხალხი თქვენ ახართ ასე. თავარი ჯერ თქვენ ახართ რომ აკეთებ ყველაფერი. კახეთში არ უნდა იყოს ადგილი საჩერო, ვიღაცა თუ დაიგერ გააკეთეს მეზობელი ქუჩა, ჩვენო დავაშავოთ. ამ სტიქია მის მოხსა რომ ეხლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. კახეთი დავაშავოთ, თქვენ უნდა ააშენოთ, ისე რომ ხეთ.